Ragazza mamisa da dista succes mi disatan. Ჩვენ დედაუთღან ვიხილავთ საღვთო ისტორიას და დამალობას ჭეშმარიტი სასწავლებლის გავრცელებისა ქვეყანაზე და პირველ საწყისებს. ჭეშმარიტი ექვსწლიანი მოწვევის შეხედოთ აბრაამს და მის სამოვლოდ გამორჩეულ პირებს. ასევე იცით რომ აბრაამმა შებრიშեցირა მელქისედეკს, როდესაც დავრუნდა დავისი ძმისშვილის ლოტის დღეიდან გამოხსნის შემდეგ და ისევ რომ მაღალი ღმერთის უდელია დევსახური მელქისედეკი. ცალკეულ პიროვნებები იყვნენ მატარებელ ჭეშმარიტ შეიძლება ისე იობამოვნებული მოიხსენოთ, მაგრამ უფალმა აბრაამი გამოირჩია და აბრაამს თავისი მისია დაევალა. მას მიეცა ღვთისმშობელი ისააკი, ჩვენ გვისაუბრეთ რომ მუდადგა ჟამი რომ და გაგრძელიყო სამალობა და აბრაამმა გადაწყვიტა რომ მოეყვანა ცოლი ისააკისთვის თავისი ძმის მოდგმიდან. როგორც გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე, მან გაგზავნა ეს მსახური ელეზარი და იქ ელეზარი თუმცა არ იყო ჭეშმარიტ შესაძლებელი, მაგრამ სასწაულებრივად დარწმუნდა რომ ჭეშმარიტად ღმერთი რომელიც აბრაამის სიტყვას ისმენს და თხოვნებს ედრებას და აბრაამის დალოცდა კურთხევა შეეწია მსახურს რომ მშვიდობიანად ჩასულიყო თავის მისია შესრულებინა და ახლა დადგა ჟამი რომელს უნდა წამოეყვანა რებეკა აბრაამის ძმისშვილი. აი ამ მომენტიდან ჩვენ ხა გავახსენოთ თხრობას. ეს მსახური მოუყვა თავის ისტორიას ამ რებეკას ძმას ლაბანს, მამამის, ასევე და ვათოს და ვათოს ალბათ ღვთისხელიურებია. მაგრამ ჩვენ როგორში ღვთისმადლ ვიყოთ და დაეთანხმენ და მიუგეს ლაბანმა და ვათომა და უთხრეს უფლისგან გამოვიდა ეს ბრძანება, ამიტომ არ შეგვიძლია გითხავთ ჩვენ ავი კარგი სტილ. აჰა, რებეკა შენ წინაშეა. წაიყვანე, დაიჩქარე, იყოს ცოლი შენი ბატონის ძისა, თქვა უფალმა. და იყოს გაიგონა აბრაამის მსახურმა მათი სიტყვები თაყვანისცა მიწამდე უფალს. აი როგორ იგი წარმართი ადამიანი, რომელიც კეთილ სინდისს ემსახურებდა აბრაამს, მაგრამ ქონდა მას თავისი ალბათ პატარა კერპი, საოჯახო, თავისი რიტუალი, მაგრამ მან დაინახა რომ აბრაამის სიტყვას და მის დაუს და კურთხევას აქვს დიდი მნიშვნელობა. უფალი ისმენს, უფალი არის და უფალი ისმენს. და აი ასე ხდება თვითონ ამ მსახურის მოქცევა თაყვანისა აბრაამის ღმერთს. ეს უკვე სატინდარია მისი მოქცევისა. თუ კი ეს არის ღმერთი ჭეშმარიტი იყო, ყოველგვარ არს და ყოველზე აღავსებს და არ ითხოვს აიმე კერპების შექმნას, არამედ რწმენას და გულწრფელ ვედრებას მის მიმართ და მართალ საქმეში შეწევნას და წყალობას მისგან. და
და გამოიტანა მსახურმა ჭურჭელი, ლეჩხის და ოქროსი და სამოსი და მისცა რებეკას და ძღვენი მისცა მის ძმას და მის დედასო. აი, აღმოსავლეთში არის. უნდა გამოხატო შენი დამოკიდებული, რათა ნივთიერებ ძღვენით. ამ შემთხვევაში ოქროს და ვერცხლის მისცა რებეკას, როგორც მისი ბატონის აბრამის მომავალ რზავს, ამი გამოხატა მის უპირატესობა, ის უკვე ჩვენი ოჯახის წევრი არის. და პატივი მიაგო მის ძმას, დედას, იმათაც გარკვეული საჩუქრები დაურიგა. ხო, ესე იგი, ესეთი ნივთიერი საჩუქარი გამოხატულია, ხარია, კეთილგანწყობის, პატივისცემის, გულისხმიერების და ზრუნვის რაღაც შეგან უყარო გასცენ. თუმცა ხანდახან ძღვენი როგორც ცნობილია იყო პირიქით სასტური ხოლმე. ადამიანთა შორის და პოლიტიკაში განსაკუთრებით ცნობილი იყო ესეთი დანაელები იყო ესეთი ტომი, რომელზეც ნათქვამი იყო გეშინოდეს, როცა მას შენთან ძღვენი მოაქვს, ესე იგი ჩაფიქრებული შენ წინააღმდეგ და ძღვენით უნდა მოადონოს შენი სიფხიზლე და ანუ მასტურის ქმედება, ასე ვიტყვით. ეს არის ანალოგი მასტურის ქმედებისა. შეიძლება უიცეთ დაბლად და შემდეგ გახდა ბატონი. დღემდე ჩვენი წოდების გამო ბატონობს ხოლმე. ეს გახსოვდეს და ხოთ ხსენი ხოთ უფალი ქრისტიან. ინტელექტუალ ცოდოთა და დამცველი ჩვენი შანგეულსა დასით და წმინდათა დასით ჩვენი ცხოვრების გზაზე ჩვენ დასვის საწინდარი. და ჭამის და სვეს და მასთან მყოფმა კაცებმა და დაიძინეს. და გადიადგა სახუ და თქვა რომ გამიშვით მე რომ წავიდე ჩემს ბატონთან. ხო, ძმებმა და დედამ უთქვესო და დაჩინილოვდი რამდენიმე ხანი ეს რებეკა სახლში, ერთი 10 დღის შემდეგ გამოვშეთ. ეს ხანდი გამოხატულება იმ სიყვარულს მათ დედას შვილის მიმართ და ძმას დის მიმართ, მაგრამ ის გამოსას არის მსახურის. შეიძლება უნებლიეთ გამოდის მათ თავის ბუნებრივად ითხოვეს და დატოვება ცოტა ხნით, მაგრამ ეს გამოსას არის მსახურის, ამჯერად ერთგულად თავის ბატონის. რომ ის ბატონი ელოდება და არ უნდა დააყოვნოს. ხელცარილი უნდა ჩავიდეს. ამიტომ აი ამ პასუხისმგებლობის გზობით თორედ ის პასუხობს რომ ის უნდა წავიდეს და მაშინ თქვენს რომ ხოლმე მათ უთხრეს რომ მოუხმოთ ხმაწვილ ქალს და ვკითხოთ მას და მოუხმოს რებეკას და უთხრეს მას წახვალ ამ კაცთან ხოლმე მათ თქვა წავალ და გაუშვეს რებეკა თავისი მისი მზითებით და აბრამის სახური და მასთან მყოფნი ანუ რებეკას შინვარი ხალები ყავდა ის ეხმარებოდნენ მას და საინტერესო დალოცვა რებეკასი როგორც დალოცა მის ძმამ და უთხრა ჩვენი დახარ გახდი 10,000 და დაიმკვიდროს შენმა თესმა მოწინააღმდეგეთა ქალაქები. საოცარი დალოცვა არის, რომ გამრავლე 10,000 ან უკვე მილიონზე ლაპარაკი. რამდენი მილიონებზე. ანუ როგორც ქვიშა ზღვისა გამრავლდი. ანუ ამ დალოცვაში უნებლიეთ არის ალბათ თქვი რომ მართალთა მოდგმა თესოფლში გამრავლდეს და გავრცელდეს
არის ნათესაობა ხორციელი და არის ნათესაობა სულიერი. რამდენად აბრაამი და მისი მოდგმა ისააკი და შემი იაკობი არის სულიერი მოდგმა და აღთქმის ტირთველი და მატარებელი და მონაწილე აღსასრულებისა, ამდენად ისინი ძალიან სახე მართლათა ადამიანთა მოდგმის. და სულიერი ნათესაობა ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ეს ჩვენ ახსენეთ ტარგმის შემდეგ ნოიაკურთხევ თავის შვილებს და გახსოვთ რომ კურთხეული ღმერთის სემისა და კურთხეული ღმერთო განავრცოს იაფეთი და დაუდეს სემის კარვებში. განვრცობა მოდგმისა და სემის კარვებში დაგვიდება იმ შალოცავები, რომელთაც ადიდებენ ღმერთს, რომლის სახელით იყო სემი, ნოე და მართლათა მთელი მოდგმა. და ამგვარად რომის შეიმოვარდა და შესნაკლებზე და წავიდნენ იმ კაცთან ერთად. ამბობს ისააკი მოუთიშია მოთელადელის პასუხს შედეგს. უშანამ არ ჩამოვლენ ისინი, სადღაც მას არ ეცოდინება, როგორ გადაწყვეტა ეს მოგზაურობა მამის აბრაამის სახურისა, დადებით გადაწყვეტა და სადიაკოთან ღელობს, ანელდება და უნდა რომ კინ მიეგებოს. ასეთ ხდება. როდესაც უკვე მიახლოდნენ აბრაამის და ისააკის სამყოფელს, აიხილა რებეკამ თვალი და დაინახა ისააკი და გადმოვიდა აქლემიდან. და უთხრა მსახურს, ვინ არის ის კაცი, რომელიც მოდის ველზე ჩვენს მისაგებულად? და უთხრა მსახურმა, არის ჩემი ბატონი, ხოლო მან აიღო მოსასხამი და შემოიხვია. აი ეს პატარა დეტალი, მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალი არის. სამოსლით მიხვდა, რომ ეს არ არის უბრალო კაცი. და იკითხა, ვინ არის, მარტო მოდის. მსახურებიდან არ ახლავს დაცვა ვინმე და ვინ არის ეს კაცია და სამოსლით დარჩინებოდა ოჯახის წარმოდგენელია, მაგრამ რა პატრიცინსახურს თუ არა და უთხრა ეს ჩემი ბატონია, ჩემი ბატონი აბრაამის შვილი, ანუ შენი საქმრო. ჩამოვიდა და თავშალი მოიხვიაო თავზე. ნიშნად მორჩილებისა და ველმორჩილებისა. აი ესეთი დეტალი არის და ასეც იყო დარჩეულშიც ესია და მოცხულებით ამას აღნიშნა, რომ თავსაბურო დედაკაცისთვის ნიშანია მისი მას ან მამა ყავს, ან ძმა ყავს, ან ქმარი ყავს. რომ ის თავის ნებაზე არ დადის. ის ოჯახის წევრია და ამ ოჯახში უპირატესი მამაკაცი არის. დღევანდელია ეს გენდერული თეორიებიც, ასეულია ეს მიუღებელი, მაგრამ ვინ აკურთხა გენდერული თეორიები? ეს ხომ დაცემული ადამიანის მოგონილია, რომ გააღრმავს კი დაცემის მასშტაბი, სოფლის მასშტაბი. აი ეს არის. ამას ჩვენ ახლა აღარ შევეხებით, ეს შორს აღიყვანს. და უამბო მსახურმა ისააკს ყველაფერი რაც გააკეთა. ჩვენ უკვე მოვისმით ეს როგორ მივიდა ქალაქთან, ჭასთან გაჩერდა, შევიდა ელდა საღამო ხარ ჭასთან გამოვლენ ახალგაზრდა ქალები და ქალიშვილები ქალაქიდან წლის ასავსებად, ეს ეს იყო ტრადიცია, ხო? დღის განმავლობაში წყალომიც ჰქონდათ მომარაგებული, გაიხარჯებოდა და ეხლა საღამოს უკვე აგრიდა ახლა მომარაგების წყალს, რომ საღამოს ჰქონდეს და დილითაც ასე შემდეგ. და როგორ შეხვდა და გაიცნო რებეკა, ეს ყველაფერი ჩვენ ახლა აღარ განვეუბნებით და ნიშნავს ერთი კიდევ დეტალი, რომ
შევიდა ისაკი თავის დედის სახლში და მიიყვანა რებეკა და გახდა მისი ცოლი და შეიყვარა იგი და ნუღეში ეცა ისაკს სარას თავისი დედის გამო. ანუ ის განიცადა დედის გარდაცვალებას ისაკი. დიასახლისი იყო ოჯახის. ეხლა შემოვიდა ახალ დიასახლისი და ახლა ეს დაოჯახებამ და ცოლის შერთვამ განახარვა ის წუხარება და მომავლის იმედი გაჩნდა. რომ ის იქნება გამჟელებელი იმ აღთქმისა, რაც ღმერთმა დადო მის მამასთან აბრაამთან. აი ეს არის ეს ისაკი. აქ ჩვენ ერთ ეპიზოდს შევეხებით და გავუერთდით და აბრაამი და იგვევა სარა გავიდა ხანი და შემდეგ წერია მოსომ და შეერთვა აბრაამმა და მოიყვანა ცოლი უმსახელი იყო ქეტურა. ქეტურა ალბათ ქეტორს ნიშნავს ან ყოველთვის ქეტორთან მოდგმიდან არის და ეს ზოგადი სახელი და არა პირადი. და უშუალმა აბრაამს მან შვილები და ჩამოთვლილი აქ 12 შვილის სახელები ჩვენ ახლა დავსახელებ და ესეც სიმბოლური არის. ფაქტობრივად აქ არის ერთი ეთნოლოგიური საკითხი ვთქვათ. აბრაამის ძმა ნაქორი დარჩა ხარანში. თორემ მან ცოლი მოიყვანა თავის მოდგმიდან მილკა. მაგრამ შემდეგ უკვე მის შვილებს ცოლი მოყავს იქ მყოფი ცხოვრები ადგილობრივი ადამიანებისგან, იმაზე მანდიოსებისგან, დედაკაცებისგან და იბადება ახალი მოდმახალი ერი. ჩვენ თუ გავიხსენებთ რომ აბრაამს პირველი შვილი ხორცილი შვილი არა აღთქმის შვილი მას ეყოლა აგარისგან, ну, სარასთან შეთანხმებით ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, აღარ დაუბრუნდებიან თემას და აგარი იყო ეგვიპტელი და როდესაც აბრაამმა გაუშვა სახლიდან აგარი და ისმაილი მისი შვილი უდაბნოში მან თავის შვილს ისმაილს ცოლად ეგვიპტელი მოუყვანა. ანუ უკვე სხვა მოდგმა არის. ანუ აბრაამიდან შევიდნენ არამეელებით აი ხარანში და არაბები აი ამ ისმაილისგან მომც უკვე ეგვიპტელებთან იყვნენ კავშირში. და შემდეგ ჩვენ ვნახავთ რომ ისააკს რიბისგან ორი ძე ეყოლება ესავი და იაკობი. ესავი ასევე წარმართებს მოიყვანს ერთ ცოლად ორ ცოლს და შემდეგ მიხდება რომ ეს ცოლები ურევენ სახლში თავნებურად იქცევიან კადნიერად თავხედო და არა ისე როგორც იყო ურთიერთობა ოჯახში ისააკის მამის ოჯახში. შემდეგ ნათესავებს ისმაილებიდან მოიყვანს ცოლად. აი ერთი პიროვნებისგან აბრაამისგან რამდენი ტომი იღებს სათავეს და ეხლა ეს ხეთურა რომელსაც ასე 12 ვაჟი ეყოლა 12 ტომი არა ეს არაბები ერთი მოდგმა ანუ ისმაილისგან სხვა განშტოება არაბების და ამ ხეთურასგან კიდევ სხვა განშტოება არის. ну ეს შევთქვათ ეთნოლოგიური საკითხია, მაგრამ შეგვიძლია რომ არის ერთი რჩეული ღვთისა ისააკი, მისგან იაკობი და იაკობისგან იქ ორი ტომი გამორჩეული. იუდას და ლევის ტომი, სამეფო და სამღვდელმთავრო ტომები. ამას ჩვენ ვკითხავთ ბიბლიაში. და შემდეგ უკვე დავიო ჟამი
აბრაამის გასვლამ სოფლიდან და მანამდე ის მისცემს მთელ ქონებას, თავის ქონებას ისააკს უანდერძებს, გადასცემს საჯაროდ, ხოლო ქეთურაშვილებს ხაჭებზე მისცა აბრამმა მისაცემი და გაიყვანა ისინი ისააკისგან, თავის ძისგან, ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში, აღმოსავლეთით და აღმოსავლეთის ქვეყანაში. ხო, ანუ ეს აღმოსავლეთი და აღმოსავლეთის ქვეყანა არის არაბეთი. ხო, ჩვენ ახლა გეოგრაფია გახსოვთ, რომ აღმოსავლეთით პალესტინის ტერიტორიიდან დახვიდე, უბრალოდ არაბეთის ქვეყნებში და მხარეში აღმოჩნდები. და იქ არის 12 ტომი არაბთა, არის ისმაილის არაბები და მათ შორის იცით იმ ტომებს შორის თავისი დაფესებები იყო. ისტორიულად და ეს სხვადასხვა სახელმწიფოში არის ჩამოყალიბებული. აი ასეთი ამ ტარსუს თავისი მნიშვნელობა და ადგილი აქვს დღევანდელ ისტორიაშიც. ეს არ არის მხოლოდ ტარსული. ნამდვილად ჩვენ საუბარს და გიშდება, ერთმანეთთან დაგვაცოთ.